ვითომ 3 წელი არ გასულა. ვითომ 3 წელი არ გასულა. ციტი გამოფრინდება, მოემზადეთ, ციტი გამოფრინდება. ეს და ბიჭებმა რო გადაგვიყვან ძი, მოდი ერთად გადავიდეთ. ან ყოველი ყველა არ ვიქნებ. მე მიხეს ეგრე იდექ სანამ არ გეწ კარგა ინდრე. მაშინ გადაიღე ბევრი. გადაიღე. მოდი ახლა ყობა გადაიღებს. ეხლა ისე გადაგულა რომ სახეზე გვეთყობოდეს რომ იუბილარები ვართ აბა? მე რო არა ვარ, რა არის მართლა? მოდი, რომელიმე მოდით და გადაგვიღე. ბიჭებო, რომელიმე მოდით რა, თორე დაიჩაგრა. ცოტა რაღაცები გააკეთეთ. აია. დაი გვერდე შავი ადგილი რო ეგ დავაწე, რა ქონა ყოფილიყო დიდი. აი აქ. რომელიმე გადაგულა. აჩიკო გადაგვიდებ. არა, ნუ განძრევა არ უნდა. საწელოდებია სადაც დავთვალე. მოდი. უშენოთ რა. რა დავინახე მე სად უნდა ვიყო? მოდი შუა. აბა. შუა. მადლობა, გილოცა. რა ხდება რა? რა ხდება? გახდი ძიმა დიდი ბიჭი ხარ. აი შენ მერიკო დაისვენე დღეს მე მივხედავ ყველა. არა, ჯობია გამოდი შენ დაისვენე. არა, ბაიკო, დიმა 16-ისაა, ჩვენ გავხდით 3 წლის. დიმა დიდი ისა, ეხლა აიცი რა, ყველა თავისებური გასუფრები რაღაცეები გამარჯობა ზურფასწრაფი მოგვიყვება. დღეს ჩვენი დაბადების დღეა 3 წლის წინ პირველად გავიდა შუა დღე ეთერში, მე გავმრავლდით, უფრო ბევრი გავხდით, სახელით შეგვეცვალა, ცოტა, გავერთიანდით და აი ბავშვები რა დღეში არიან? ეს არის სუესი არიან. ამათ ასაკი არ ემატებათ. 3 წლიანაც კაცი. აი ესეთი ამბავია. 3 წლის ვართ და ყველას გეპატიჟებით ჩვენ დღეს, ჩვენს დაბადების დღეს. შემოგვერთდით. და გასართოთ ცენტრში სხვაშუა. ანიმატორი ქრისტინა იმედად. ისე სხვადასხვა მერიკო დადასტურებულია ისტორიულად, რომ პარასკევი ყველაზე საყვარელი დღეა ჩვენი ტელემაყურებლისთვის. ძალიან მიხარია და ჩვენ მაყურებელმა რო იცოდეს, აქ კულისებს მიღმა რა ხდება. როცა ეთერში არ ვართ, მე მგონი უფრო შეუყვარდებოდით კიდე. ძალიან საყვარლები ვართ კულისებს მიღმა. მე განსაკუთრებით სხვადასხვა არის. განსაკუთრებით კი. და დღეს როგორც დაგვიდით, გვაქვს საზეიმო სუფრა. და საზეიმო სუფრის ბატკანი მოკალი? ბატკანი ხო მე არ მომიყავს, მაგრამ მე ვიყიდი. ანუ მე თანამონაწილე ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, არ უყურებ. უკვე გარდაცვლილი. როგორც ყველობას არ უყურებ. ისა. და ბატკნის ფეხი გვექნება შებრაწული. მე ვიცი რომ ვიღაცებს მაინც და მაინც არ გიყვართ, ზუსტად ვიცი რომ ბაიკოს ვიღაცებს ძალიან უყვარს. ვიღაცებს უყვარს, ვიღაცებს არ უყვარს, მაგრამ არ დაგწყვიტავ გულს, იმიტომ რომ მე დესერტიც გვექნება და რაღაც სალათებიც გვექნება და მოკეთ რაღაცა შეჭამ. არის რამე რაც შენ არ გიყვარს, ვერიქოს გაკეთებული? შივრები არ დარჩებით. ქრისტიანი გიყვარს? გიყვარს ბატონო. ძალიან კარგია თუ არ გიყვარს შენ, იმიტომ რომ ჩვენ გიყვარს. მაშინ დღე ყოველთვის არის რაღაცის ქრისტინე და აჩი, მე მგონია თქვენ იმიტომ არ გიყვართ დღევანდელ დღემდე ბატკანი რომ თქვენ არ გაგისინჯავთ გემრიელად მომზადებული მე. არა, არ თქოს უბრალოდ ისა, ერიკოს განაცარი განწყობაა. გასინჯოვნე, უბრალოდ ორგანიზმი ვერ იღებს ბატკანს. რა გითხრათ რომ არ არის ბატკანიო? რაღაცა ხო უნდა იყოს, რასაც შეიძლება რომ აღჭამდე და ეს არის ერთ რაღაცა ვინო თქვა რა. გუში ჩემ მეგობრებთან მოხვდი, რომლებიც რაღაც ქართულს ზეც აწარმოებდა, საჩქარი გამოგიგზავნეს, საკმაოდ ბევრი რომელიც დიდი ხანი გეყობა და ერთ ბოთს ეხა მოგცემ და თუ გინდა ნახე. აი ჭირდება კიდეც ზეთი და აბა მომეცი. აი, ხო რა გჭირდებოდა მიხდნენ ისინი. აჰა, და გეკრება. კიდე არის ბევრი და კარგიაო იძახია. რა ვიცი. ხო და აჰა. მადლობა უთხარი შენს მეგობრებს. მადლობა, აგერ უთხარი შენ. ეს პირველი. დიდი მადლობა ბიჭებო. ეს პირველი საჩუქარი, ხო? ეს ერთი. ესა? ეს გამოგვიგზავნეს? ეს არადიშვილმა მოგვილოცა. ესეც სერიოზული ბოთლები. ეს ერთი ბოთლი ჩვენ მოგვილოცა, მეორეთი მე პირადად. ხო. დაგისხაბაი? კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ. გაინტერესებს? აი, გეტყვით ახლა როგორ ვამზადებ ბატკანს. ბატკნის ფეხს უბრალოდ. ცოტა დიდია ეს ბატკანი, თქვა სხვარი არ არის, მაგრამ ცოტა მოზრდილი ბატკანია, ხო, ნახეთ, ცოტა დიდი ფეხია. დიდი ბატკანი. და როგორ ვამზადებთ? ვამზადებთ სუნელების მიქსს ცალკე ჯამში. ძალიან ბევრი სუნელები გვჭირდება, იმდენი რომ არც მეყო ეს პატარა რაღაცები და დავამატე და ყველაფერს ერთმანეთში უსმევთ კარგად, ანუ ზეთთან ერთად, მადლობა დიმიტრი. ნიორი ხო დომინირებს? ნიორი აუცილებლად ჭირდება, უნდა დავამარინადოთ ეს ბატკანი ამ მარინადში 24 საათი. და 24 საათში დავბრუნდებით. ხო. არა, ნუ დავამარინადებდი, მაგრამ მინდოდა მეჩვენებია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამი დაწყებულია.
ხორცე გეპატიჟებით ყველას. კარგი იყო, ვერი. არ მოვიტანე, მაგიტო დამარინდებული ვარ პროცესის მეჩვენებია, მაგრამ სასურველი კი არა და აუცილებელია, რომ ეს ბატკნის ფეხი დამარინდეს 24 საათის მანძილზე. მაინტერესებს, რო გვეჩვენებინა, ერთი გაგეკეთებინა და მოგეტანა და ნუ მეორე. უკვე ბევრი ბატკანი. დაბადების დღე გვაქვს. მოკეთ ეს ძალიან გემრიელი იქნება. მატკივრდები დაუმარიდან ნადებები. 24 საათი როდის გამოდის? ვიწყებთ ძირა ჩვენი საყვარელი პროდიუსერის ხმა მომესმა, რომელიც არ მინახავს დეკრეტის ნენეს ხმა მომესმა და მინდა რომ ჩვენ პროდიუსერებსაც მიულოცოთ ჩვენი დაბადების. გილოცავ. პროდიუსერებსაც კი არა, არა. ხო, მათ უნდა ყველაფერი ჩვენი სულის ჩამდგმელი ხასიათზე მომყვანი. ჩვენი მოტორი და ყველაფერი. ნამდვილად. ჩვენ თქვენს გარეშე ჩვენი არაფერი შამფური, ჩვენი დამტუქსავით, ეგრეც არ არის ახლა სულ ძალიან სულ არ გვაქებენ. ხო. ძალიან აი, ეხლა პოლემიკაში ნუ გადახვალთ, რა. გადაცემის ბოლოს გავერთიანდებით. ხო. აქედან სიყვარულს გიხსნით უბრალოდ და მადლობას გეუბნებით მთელი ამ 3 წლის მანძილზე, რომ გვიჭმენთ, ხო, და გვპატრონობთ. და გადავიდეთ ისე პოდკასტს. გუშინ მქონდა ლამაზი ფეხები თემა, დღეს გვაქვს ბატკნის ფეხი. გუშინ როგორ იყო ამ ჩემ ფეხებს, ხო? ხო და მე ნინოს ფეხები რო არ იყო და ძალიან აი ეს კანჭები კადრის მინა არ უნდა დარჩეს. მიდი, აი ასე. შენი? ასევე, ნუ ჩემიცა, მოდი. ასევე მეგობრებო. აი არ გამოიარე. ამათ ვიარო და მე მოვისმინეთ. აი ეს. ჩვენ ჟურნალისტებს, ჩვენ ოქროს აკანჭია, არ მივუწევთ ჩვენ დაბადების დღეს. არ არიან ჩვენთან ერთად ეთერში, მაგრამ გავიგეთ. ნუ განერვიულე. ორი დღეა დავიღალია ჩიქა. გუშინ ყოფილიყავი ნახავს ჟურნალისტებს, ჩვენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს. სიუჟეტებს აკეთებენ, არაჩვეულებრივ საინტერესოს განსხვავებულ ოპერატორებს, რომლებიც გვალამაზებენ, გვახალგაზრდავებენ ეკრანზე, ვიზაჟისტებს, რომლებიც ასევე ვაწამებთ. შენ განსაკუთრებით. და ესენი, ჩვენები? ვარ გილიოტინა პირველი. ცენტრალური. და ყველა იმ ადამიანს კიდე მინდა ოპერატორები დაარსებიდან პატარა წვლილი რაღაცა შეუტანია ამ შუადღეში, რომელიც სხვა შუადღის დროს თუ რაღაც რიგი და რიგი მიზეზების გამო შეიძლება ახლა ვეღარ არიან ამათ ჩემი ოქრომის თემაზეც არის ლაპარაკი და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც გვერდში გვედგა და ჩვენს ერთგულ მაყურებლებს ზუსტად ჩვენს გვანცამალ. ერთგულ მაყურებლებს, რომელებიც პირველი დღიდან გვიყურებენ და რომლებსაც არ გამორჩენიათ არც ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი გადაცემის ცხოვრებაში. სხვათა შორის დიდი მადლობა იმ შენიშვნებისთვის, რასაც ჩვენ გვითვალისწინებთ. ყოველთვის კი, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. ფაქტის სახეზეა. ძალიან ბევრ ამაში მერიკომ თმაიცია, მე კვებას მოუკელი, დინა იგივე დაარჩა, რა ვიცი. თუ შეიძლება ერთი წამი რა. ნინიკო მიდი. სუბრათა ვარ და არა, უბრალოდ მინდა რომ აყურო კამერა როგორც ყოველთვის არ ვიცი რომელ კამერაში ვარ, ამიტომ ზოგადად ვიტყვი რომ ყველა კამერას ხნით. ყოველ დღე სხვა შუა დღე მუშაობს მაყურებლისთვის, თქვენთვის, შეიძლება რაღაც მოგწონთ, შეიძლება რაღაც არ მოგწონთ, მაგრამ იცოდეთ, ყოველ დღე, ყველა ბლოგში, ყოველ წუთას ჩვენ ვცდილობთ რომ თქვენთვის გავაკეთოთ ეს გადაცემა, გვიყვარხართ. და უკვე ნამდვილად ვიწყებ პოდკასტს. დაიწყეთ, თორე ისე მკობას დარჩება ეს ლამაზი ფეხი და ჩვენ არ 24 საათი კობა აქ არ იქნება. აბა გვიყვარხარ ძალიან. ისე გვანცა დღეს პატივი და ჩემი ლებრონ ჯეიმს მაიკ არ ჩავიცი. იცი რა მაინტერესებდა რომ მეუბნებოდი ახალი მაიკა მაქვს, მაისური მაქვს. ჯერის მწვანე ჩემი ლეგენდარული ბავარიული კიტელი ხო გამახდევინეს. ეხლა ის მაისური გამახდევინეს და ბოლოს მეშინია რომ საერთოდ არ გამხადოთ. არა, დინა, კი არ გაგახდენინეთ უბრალოდ. ეს რატია გაწვიგეთ? შეფის კიტელს გავსწრებ. მოდი იმიტომ ჩავისვიგე ხმარები. ხოლმე პარასკევს. კარგი და თავზე იმას დავიხურებ. კარგი, ახლა სიჩუმე იყოს, სმენა და კაკო. მოტორე უკვე ნამდვილად ვიწყებთ. ძირა, პირველი სუნელი, რაც გვინდა ეს არის ძირა. ზირა. ესე მოისროლე ხოლმე. მეორე პაპრიკა, პაპრიკა არის ტკბილი წიწაკა, რომელიც დაფქვილი სახით არის. ძირითადად ფერს აძლევს ხოლმე. ეს არის თეთრი პილპილი, შეიძლება შავი იყოს, არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ესე. ეს არის დაახლოებით 2 ჩაის კოვზი. დაახლოებით 2 ჩაის კოვზი გააჩნია რამხელა ეს ბატკნის ფეხი და ნუ გავაკეთეთ მოამზადეთ ეს მიქსი და არა მარტო ამ ფეხს, ბატკნის ფეხს, უხდება ქათამს, უხდება ღორის ხორცს, უხდება ყველაფერს უხდება და არ ფუჭდება, შეგიძლიათ გქონდეთ და სხვა დროს რამე სხვა რაღაცაზე გადაუცოთ. ამიტომ პროპორციებს არ აქვს. ჩაყარა და მე აუცილებლად უნდა ჩამოვთვალოთ, იმიტომ რომ ბევრია. ძირა, აქ იყო ეხა ძირა, ტკბილი წიწაკა, დაფქვილი და თეთრი პილპილი. ეს არის წითელი პილპილი, უკვე ცხარე. ოჰოჰო.
აქ მაქვს ბახარი, ჩვენ რო დუშისტი პერეცს ეძახიან, ბახარი ქვია, ბახარი მაქვს. რომელიც მერიკომ ცოტა დაჩეჩქვა. ხო. და საფრანი, ანუ შაფრონს ეძახიან, ზაფრანი. ზაფრანა. სხვა რაღაცა, ნუ ხო. მაყოსინი. ყვითელი ყვავილია. ერთიდურია. და არ დაგვაუწყეს დარიჩინი. დარიჩინი არის აბსოლუტურად აუცილებელი კომპონენტი, რომელსაც კარგად ბლომად ჩაყრი. რომელიც საცივსაც რა უხდება. თქმა უნდა, გვინდა მარილი, უმარილოდ არაფერი არ გამოგვივა. ეს არის მარილი. მერი და ის რა არის ხის მერქანივით აი ის რა არის და ის არის ნინო დარიჩინი მხოლოდ დაფხვილი არა. დარიჩინის ღეროები და მაგასაც გაჩვენებ ახლა ისთვის მინდა. ნიორი ძალიან უხდება. წვრილად დაჭრილი. წვრილად დაჭრილი ნიორი. ზეთი გამიხსენი. შენ მოიტანდა, მაგრამ შენ გახსენი. ღვინო ან ძმარი ან რამე ისეთი? არა. ნიორი უკენი ცოტა ზეთს უზავე ხა ამას, აურე ყველაფერს კარგად ერთმანეთში და ამას ძალიან წაუსმევ ბატკანს. მარინადში აუცილებელი იყო რაღაც მჟავე. კი, როგორც წესი მარინადში არის რაღაც მჟავე, მაგრამ ბატკანში არასდროს არ გამომიყენებია მე პირადად. ბატკანს ამარინადებენ ხოლმე მაწონში. სხვა საერთოდ. და ძალიან უხდება და ისიც ხო აი მაწონის ხო ცოტა ისეთია. კი, სიმჟავეა. ხო, მჟავე. შენ ბასტურმა იგულისხმა, სადაც ცოტა ძმარი ესეჭირო. მე ძმარი რამდენი? მეც. კარგი? ის ნახე შეშინებული ამერიკო შეხედე რამე არ გამაფუჭოს. დაგამიქსერე ბაჩიკო რა. არაა პრობლემა. ამას კარგად აურებ ერთმანეთში. შოკოლადის ბატკანი გაქვს მომზადებული. არა, შოკოლადი დესერტისთვის. ჩვენთვის. კუკლა, არა. ბატკანს უყვარდა და. ის ბოლოს დესერტი იქნება. ამაჩიკო და სტაფული ბატკნის ფეხი. აი, გამოჩნდა ეს ბატკნის ფეხი. ფეხ ბატკანა. და რა უნდა გავაკეთოს? უნდა ჩავჭერთ ცოტა. აი ესე. ხო, მე კარგად გაუჯდეს ეს გემოები. კარგად რომ გაუჯდეს გემოები, კი, და თან ცოტა ნიორი და დარიჩინი მინდა რომ ჩავტყედო. მერი მანამდე ცოტა ზედმეტი ცხიმი ააჭერი. ავაჭერე ხო, აი მე რა ვიცი, არ მიყვარს ცხიმი, თუმცა ამაში ბევრი შემედავება და მეტყვის რომ ჭირდება ის ცხიმი, რომ დაბრაწვის დროს კარგად შეიძლება. მე არ გედავი. ჩვენ არ გედავებით. მოდი დარიჩინის ღეროები ჩავდოთ, ნახე. აი ესე, ლამაზად ძალიან უხდება დარიჩინი, არის ფანტასტიკური. დავრაში იყოფილა საქმე? კომპლიმენტი არის ბატკნის ხორცზე, ჩემი აზრით, რა. სხვა შორის ინდაურსაც უხდება. ყველაფერს უხდება მე მგონი. იცი რა, როხაზე და იმაზე არასოდეს არ მიხმარია და აი ინდაურს უხდება და საცივსაც უხდება ძალიან. მერიკო არ ვიცი რა. კონდარი მაქვს სადღაც? ეს ვანილიც გვაქვს პარაპარაპეტად. რაღაც არომატს მისცემს თავისას. ისეთებს აკეთებ. ნიურის ადგილს ასწორებ? ხო, ნიორიც ცოტა დაჭერ ნიორს ცოტას ჩავტყინი და მე გადაусმე უკვე ამ მარინადს. ძიმ, შენ ჩამირთე თუ შეიძლება ღუმელი. მე ჩაგირთავ. არც იცი. ასე აჯობებს. როგორ გეგადე? აი ესე ბაი ახლა მას მიაჭირე გადაწია, რამდენი გადაზენა დააყე ესე ყოჩაღ ბაია. შენ დაიმსახურე ერთი კოჭი გაგონიაკი. მადლობთ. შენ გინდა ბაია დღეს დაბადების დღე გვაქვს. ნიორიც ჩავტე. ნიორიც ჩავტყინე. ხო, კარგი. აჩი უკვე გემრიელია, უმათაც კაი სუნიაზდეს უკვე და ბატკნის ხორცი ხო მალე მზადდება მერიკო. ძალიან დიდია ხო? ბატკნის ხორცი არ არის აუცილებელი, კარგად იყოს და ანუ შენ წვარი. მარინადი არის, რა გჭირს? ხო. არა, მარინადი და. მე ჩემ პირად მეკატეხური ინტერესებიდან გამომდინარეობს და ერთხელ დიმა რომ მოვამზადოთ არ შეიძლება. დიმას ბარკალი. მე წამლებით ბიჭო, მე წამლებით. იმით დარიჩინით მივით და კონდა. აი დიმა წარმოიდგინე გრილზე შეკიდული და რვა ჩამოვიცვი ახლა გრიგორიჩი მეთქინე ჩამოვიცვით ახლა. ჩამომიყვანეთ ო ვერ არის ხოცი ჩამომიყვანეთ ახლა ჩამომიყვანეთ არა მე თვითონ ჩამოვალ და მე რეგიჩვენებ დღეს ის ისიდო დიმა ჩამენსი რო ყვირი საიგრე იქნება ძიმა ინგლისურად ბატკანი როგორ არის? დიმიტრი გამისხირდება ზეთი? იცი სხვადასხვა სექსუალური ვიდეოში ვინ არის მან? რევა შეიძლება ჩვენ ლეგენდარული ფეხბურთელი მისი შილიშვილი ის არის ბატონი რეზოა მაგრამ ეხლა თვითონ კი არ უნდაო თეგამბა მაგრამ ისეთი მაგარი გააკეთა იმ ბავშვმა რომ მაგის ხაბაია ხა ძირითადად ვინ იყო მე ნუ მემტერები დამისხი ხო? აუ აქ ნახე რა მოხდა ამასობაში მოკლედ დღეს მაყურებას ვეტყვი რომ ვეპატიება რა ცოტა აი ცოტა ესე მე სულ ესე ვარ ნინი ხიარულება ჩეკები ცოტა თავს გას. გამზადდა. მოკლედ ეს შევდოთ ახლა ღუმელში დაახლოებით 200 გრადუსამდე.
და ბევრი დრო არ ჭირდება. ჭირდება სულ სადღაც 40 წუთი, ნუ გააჩნია ფეხი როგორია, თვითონ ამხელა, გააჩნია როგორი ღუმელი გაქვთ, როგორ ახურებს, მაგრამ ბევრი არ ჭირდება. ცოტას თუ დააკლებ და ცოტა თუ ვარდისფერი იქნება შიგნით, მე მგონი კიდე უფრო ხო. ეს უკვე როგორც გირჩევნიათ, ისე გავაკეთებთ. 200-ია ხამანდ. აი ნახავ, არა. 200 არ ვარ, 50 გრამს დაგისხავ. დიმ. იახ, აი აქაც. რა შეგიძლია გამააღაგი? აქაც. ეს პირველი ბაიას. აი აქ ჭირდება ეს. ამდენი. მაგდენი მე რა? ჭირდები და ამდენი. 20 საათი უნდა გეყოს ბატკანის თანამ თორდება. კარგი, მაშინ ყველამ ერთად შევავსოთ ჭიქები და ერთად ყველამ ერთად ეგრე სადაა, ბაიკო არა. ჯობია მინე დარჩეს ჭიქი. გამოუშვი. ისა. ისე თავი დაზოგეთ თუ მოზოგეთ თუ როგორ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მედიკოს კარგი ღვინო აქვს მოტანილი არა, მე ეს არის სიმბოლურად. ეხლა ჩვენი სტუმრების ჩვენი ვინც გვაჩუქო იმის საპატივცემულოდ. თავისთავად. აი ესე. ეხლა წახვედი ღვინოს. ეს მუსიკა სურო იყოს გადაცემების დროს არ შეიძლება? ხასიათზე მოყავ. რაღაცა მიმაშება. მოქმედებს, ხო? Good mood, good mood. დავხსნათ ეხლა, დავლიო. მომეცი აჩიკო. არჩი. გამოვში. ღვინო მირჩევნია რა. ღვინოს დრო არ არის ჯერ. ამ ბლოკში. მერიკო ნამდვილად? დიდი ბაი თქვი რამე. ღვინო ბოლო ბლოკში მე შემოვიდა. ახლა უგემრიელესი ღვინოა და ბოლო ბლოკში აი ტორცაც რო გავჭრით. ეგ მე არ მინდა. დარწმუნებული ხარო ბოლო ბლოკში? კვანცა. ტორტთან ერთად სუფრასო გავაწყო. ისე გავომართვი რა, ზოგადად ხალხია რა. ამ ღვინის ჭიქაში რო ჩამისხი ეს რა ფანტასტიკური კონიაკი. დიდი ბაია. გაგვიმარჯოს. სათითაოდ ყველას თქვენ მაღლა ყოფნო, ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე ვარ სად კარგად. მაღლა ყოფნო? პროდიუსერებზე ვიზარდი. რაი დადგომის ავიგე გაკ. არა, მე ჩემი პროდიუსერები ვიგულისხმე ყველა ერთად. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ვარ ძალიან კარგი ჯგუფი, ერთგულები, მხიარულები. ყველაზე კაი გამოსაშვი ბაგაბაღი ჯგუფი ვარ. ძალიან კარგები ვართ. გადავდივართ ეს მეგობრობა გაგვყოს დიდხანს. ამინ. აი, ეს სერიოზულად ესე გვიხარია ერთმანეთს. მე კიდე მინდა რომ ნახვა? თიკა ფაცაციაც მოვიკითხო აქედან. სად არის? მარტო თიკა. არა, ჯერ თიკა, იმიტომ რომ დღეს არ არის მისი დღე განრიგით და ნუ მოკეთ ვერ აწყვეს ძიძების და თავისი სამი ფანტასტიკური შვილის დატოვის ამბავი, მაგრამ ვიცი რომ ჩვენთან ერთად არის. გვიყვარხარ თიკა, ახალთანა წამყვანს მარინას გაუმარჯოს ჩვენ. ოჯახში შემოერთება. დარწმუნებული ვარ ისე ძალიან კარგად იგრძნობს თავს. ზიანოდარი, მელუდი, ტურაშვილი, ავიცი. ბევრი. თქვით, ყველას თქვენ გიტევთ, მე გოგოები ავიღეთ ჩემთან. კი ბატონო, გაუმარჯოს. აი ეს უნდა და მელოდია, მაგრამ მე დავასწარი. აი ეხლა იმ 3 წელი ნიკა ევგენიძე, როგორ შეიძლება? მოიცა, ეხლა მაშინ დავიდე. დაჯექი თქვენ? დაჯექი და მე მივხედავ. სანდრო კვიტაშვილი, ბევრი. თაკო ხაკაძე, ჩერგო. თავარი ჩერგოლე. ადარი კიდე რა, მივი. და სტუმრები სხვა ჩამოთვალ, მსხოლია. სტუმრები ერთმანეთს სამი წელი სტუმრები მსხოლია. ბატონი გელა ჩარფიანი, ნუგზარ უხაძე. კიდე ერთი წელი დაჯექი თქვენ, დაჯექი. ჩემი ექიმები საყვარელი. ო, ექიმების მთელი არმია. ყოველ შემთხვევაში ვინც მოდის სტუმრები, ყველა ზოგი ღელა, ზოგი უფრო თავდაჯერებულია, მაგრამ ყველა მიდის ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი და იძახის რომ არა თქვენთან ძალიან კარგი ყოფილაო. ისე რომ მობრძანდით რომ დაგპატიჟებთ, მობრძანდით 7 გული. ისე არა ხო? ის 3 საათამდე ისე არ შემოუშვები რუსთავი. აქ ვართ და მობრძანდით ყველა. 11-დან 3-მდე მოგწონს. მედიკო მამასობაში კიდე ზოგი რაღაცები 6-მდე. გამზადა და ჩვენ არ ვიცით რა არის. საქმე. სანამ სავეგრძელოებს ამბობენ, აკეთ ჩვენი მეგობრები, მე რა გავაკეთე, იცით, დავჭერი ძალიან ესეთ ხვად კარტოფილი. დაკლა კარტოფილი. კარტოფილი არის უმი, ხვად დაჭრილი ესეთ ფიფიტებად. დავალაგებ კარგად კარაქ მოსმულ ფორმაში და ფენებად ეს გარნირს ვაკეთებ ახლა. ბატკნის ფეხის გარნირს. ის ფორმა გააკეთე ხო? არ გამიწვია, ცივია, უბრალოდ კარაქი აქვს მოსმული. ერთ ფენას თვასებებ. არა, ფენებად დავაწყობ, მაგრამ მჭირდება, აქ შიგნით соусიც სჭირდება ამას, ამიტომ ერთ ფენას დავაწყობ და გავჩერდები და დავიწყებ соусის მომზადებას. ავარჩიე ისეთი გარნირი და მე მგონი თქვენს დამეთანხმებით, რომ ბატკანი არის ცოტა ხასიათიანი, თვითონ ხორცი არის ძალიან არომატული და რაღაც გემო აქვს, თავისი დამახასიათებელი. ეს უფრო ჩქარა იქნება? არა. ამიტომ გარნირი ავარჩიე უფრო ნეიტრალური გემოსი რო იყოს. ვთქვათ, რომ არ დაეჯახონ ერთმანეთს და ნუ კომპლიმენტი იქნება ამ ბატკნის ფეხის, ამიტომ ბევრი არაფერი არ უნდა. მაგრამ ძალიან გემრიელი იქნება, გპირდებით. ეს შეიძლება ეს გარნირი სხვა
კერძებში გამოიყენოთ. მოკეთ რას ვაკეთებთ? გავალღობ ახლა მე კარაქს ამ ტაფაზე. ეხლა მომისვირეთ ერთი. ლომად კარაქი. მერიკო, სანამ მიდის ეგ პროცესი, ჩვენმა ოქროს მარომ შენგელია. ჩვენი ლეგენდარული სკამი სხვა შორის, რომელიც მე სხვა ეთერშიც გამოჩნდა ბევრჯერ, მახსოვს? და ამიტომ დაიჩაგრა და ამიტომ მარიამა აიღო და წაიღო და გაიტანა გარეთ. კაი რა. დადგა გარეთ და ადამიანებს მისცა საშუალება საკუთარი აზრის გამოთქვისა. ხო, აბა პოლიტიკა გვინდოდა კიდე ჩვენს გადაცემაზე. ეხლა შეგვიძლია ეს ნახოთ, ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი თანახმობა გველის. აუციეთ რამე არის. სტუმრის სკამი, სადაც სტუდიაში მოსული სტუმრები ხდებიან. დღეს ამ სკამს მაყურებლებს უთმობთ. ესე იგი მე შუა დღის სკამდელს ვარ? ძალიან კარგი. დედა რა კაი სკამი არის რა? ტექსტი ნებისმიერი? ძალიან. აჩიკო ამ ბოლო დროს აღარ ჩანს რატო არ ვიცი. იცით რა არის გვანცა ძალიან ახალგაზრდაა და ლამაზია ძალიან და მომწონს გვანცა. ყველაზე მეტად მომწონს გადაცემა სადაც არის დავით ტურაშვილი. მომწონს შოუხუთშაბათი დღე ქრისტინა იმედაძესთან. მე მომწონს ქალბატონი ბაია. ხოშტარია, ნინო ხოშტარია, მაცაცია. ყველა მომწონს მაგათგან, კარგები არიან. ფაჩუაშვილია, ხო? კიდე ისა თვალიშვილია. ძალიან მიყვარს მაია თვალიშვილი. დედამისი ძალიან მიყვარს და მითი გამომდინარე მაია თვალიშვილი ძალიან. ოთხშაბათი მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძალიან კარგი სახალისო და გასახები გადაცემებია ხოლმე ოთხშაბათს. სამზარეულოს რუბრიკები მომწონს და როცა დრო მაქვს ყოველთვის უყურებ ხოლმე. განსაკუთრებული ინტერესს ველოდები ოთხშაბათობით ჯიანოდარის გადაცემას. სამედიცინო თემები უფრო მაინტერესებს. ალბათ ჩემი ასაკიდან გამომდინარე. ძალიან მომწონს აჩიკო სოლოღაშვილი. რჩევები ავტომობილებთან დაკავშირებით, მელუდმელადის სამყარობით. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. ეს არ მოყურებ ბოდიში. მომეც რას ვისურვებდი გადაცემაში? რაღაც უფრო ფეშენ თემები არის ხოლმე რა, ეხლა არქები არიან და უფრო მეტი პატრიოტული გადაცემები, ეს არის ჩემი თხოვნა. უფრო წამოვწერდი ბავშვებთან, ბავშვის ამოზარდების პრობლემებს, რომ მეტ თუნდაც ინტელექტუალურ გადაცემებს ჩართვებს. გარემოს დაცვაზე თუ იქნება უფრო გამახვილებული ყურადღება, მე სიამოვნება. ყველაზე მეტად რასაც შეცვლიდი, რომ სპორტს დაუთმობდი უფრო მეტ დროს რა. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ სულით და გულით დაბადების დღეს. სხვა შუადღეს, happy birthday. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს. Happy birthday შუადღე. Happy birthday dear შუადღე. Happy birthday to you. გილოცავ დაბადების დღეს. ყველაფრის ვიზაბადებელი ყველა გილოცავ. როდესაც არის? ვეცაპლიშია დაბადებული. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს. ნა შუადღე. დიდი მადლობა. მე ბოლო მომეწონა, აი ბოლო იცის დამთავრდა. სპორტს უფრო მეტი დრო დაუთმო სპორტს უფრო მეტი დრო. დამთავრდა ბოლოს. ხო, დამთავრდა ის სერიოზული ნაწილი. მაგითი არ დამთავრებულა, არ გინდა ეხლა ეს საშენო. მადლობთ მარიამ და ყველა თავის უნდა გამოვიყენოთ, არ შეიძლება. მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა. მერი რას აკეთებს? მე რას ვაკეთებ და გაბადნე მოკეთე. ყველას ვინც გიყურებს და ვინც არ გიყურებს. დიმიტრი. აქ ვარ გენცელი. კაი. კარაქს ჩაყარებ. მოკეთ კარაქი გავადნე და ცოტა ფქვილი ჩავყარე, ხო? ამ კარაქში სხვა შორის რაღაც ახალი ფქვილი აღმოვაჩინე. რა ქვია? კარმენი. მე მგონი ძალიან კარგი ფქვილია და დღეს გვექნება ექსპერიმენტები ამ ფქვილით და თქვენ შეაფასებთ. მე მგონი ხარის ფქვილი და თურმე ყოფილა საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებად საუკეთესო არჩევანია. ნახეთ როგორ გამოიყურება. ეს არის ერთ-ერთი სახეობა, მეორე სახეობას ქვია ივერია. მისგან შეიძლება თურმე გამოცხოს ყველა სახის საკონდიტრო ნაწარმი დაწყებული ტორტით, დამთავრებული ორცხობილებით და
და სცადოთ, როგორც გვეუბნებიან ნამდვილად აღტაცებული დარჩებით დიასახლისება. და რაც მთავარია, ჩვენ გამოვცდით ახლა, ხო? და შემდეგ გავსინჯოთ და კიდევ გეტყვით. დესერტსაც მომზადებ დღეს ამ ფქვილით. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან გემრიელი გამოვა. ყველა მეტად შევაფასოთ მე. ფქვილი და რძე. ეს არის კარაქი, ფქვილი და რძე. მართალი ხარ, ქრისტო ყურადღებით მიყურებს. ნახე, აინტერესებს ქრისტოს. როგორც წესი, უშვებიან ხოლმე ნაღებსაც ამ კერტში, მაგრამ ძალიან მსუყია და ამიტომ ძეჭა ყოფილიყო. არა, მხოლოდ ნაღები, ხო? ან რძე, ან ნაღები უნდა ვქნათ. და ბოლოს გახეხილი ყველი, ეს არის ჩედარი, რომელიც კარგად უნდა. ამას უკვე ნაღები აღარ უნდა, იმიტომ აღარ უნდა, ხო, იმიტომ რომ ძალიან ეს იქნება, მსუყე იქნება. ეხლა ეს კარგად უნდა გადვინდეს აქ. მერიკო, ქრისტინემ რო ჩაგაწერია და შენ რო ეს გულმოდგინეთ მერე ჩაერთ. აი მე როგორ მინდა და გაკეთებ და ვერ მოვასწარი, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ პასკის რეცეპტი. ხო და რატო არ გააკეთე? ვერ მოვასწარი. ჩაიწერა, მაგრამ ვერ გაკეთებას დამირეკე მოგავლეთ და კარგი, შემოგეშველები მე. იცი რა, მერიკო ამაღლებამდე შეგიძლია რომ გააკეთე. და არა ერთხელთან. კი, რა თქმა უნდა. და რამდენი კარაქი და როგორი. კი, მსუყე არის. ამაში ხა მარილი გამესუნები. მარილი არ უნდა, მაგრამ პილპილს აუცილებლად ჩავხდი, ცოტა წიწაკასაც, ცოტა ასონპას, იმიტომ რომ აჩის არ უყვარს ბევრი. ყველს თავისი მარილი აქვს და თუ არა. ჰა? მოიცა? პილპილი და მარილი. მარილი არ მინდა. ხათა შორის რა უნდა მეთქვა, სულ კი აღარ დამავიწყდა. ჯონი შემხდა ვაკის პარკის გორდებზე. ვაია ნახებაია? და მე უთხარი ჩვენი ამბა გამარშევა და მოგვიდოცა გუცფედა დაბადებით ეხლა გამახსენდა ხო გუშინ თამაშობთ ხო წინადღეს ბევრი ღვინო დალექო და უჭირდა მოძრაობა. მაყურებელს აუხსენი ვიზეა საუბარი. ჯონი ჩვენი სიგნალის მასპინძელი ხო რაღაცა უსეშინავი წავედი კამერებს გამო. მეგონი უკვე ყველა მიცის, მე მგონი. ხა შორის თამაშობ რა. ხო? როგორ? აი ესე ჯონურად რა. გასაგებ. კარგი ზემას შეგანებ ზოგ ქართულზე უკეთესად. რა ვიცი. არ გვინახავს არასდროს ერთხელ. არ მოდიხარ და რავი ფინალში რო გავდივარ, მაშინაც გეუბნები და არ მოდიხარ და. აი დიმა მიატოვე. აქაც გჭირდება მარილი. რატო? კარტოფილს. შენ მიატოვე. მიატოვე დიმა. არა, გამოგდა. მიატოვე მაიგაგები? კაი. ესა? გაჩუმდიან. ესეც გვინდა? მაიტა. და აი ნინო დამეხმარა და გავაკეთეთ ეგეთი соуსი. ნახეთ როგორი კონსისტენცია აქვს, აი გამდნარი ყველი, ცოტა ზე აქვს, კარაქი აქვს, ცოტა არა, ბლომათა ყველაფერი, მარილი, პილპილი და ესეც მასას მივიღებთ. ყველა ვიცოდი რა გემოზე უნდა დავჭი. და ეხა ფენებად ამ კარტოფილს ვასხავთ ამ ვაი, მოვიდა? უფ. ცოტა თავს დამეყარა. მიდი ბაიკო. და გეყრებოდა. აჩიკო, ნახე აჩიკო. აქ არის ერთი ეშმაკობა, უნდა უთხრა მაყურებელს. აბა, მე გავსინჯე ეს соуსი, ვიდრე მოასხავდა კარტოფილს და თავისთავად ისეთი დამთავრებული, გემრიელი, სრულყოფილია, რომ სულ ერთია მათ შორის ფენებს. კარტოფილი იქნება თუ რა იქნება? თუ რა იქნება. კარტოფილზე გიждები მე რას ლაპარაკობ. იცი რა გემრიელია ცალკე? მაგალითად ბოსტონში. ავი გეჭესამეფო კარტოფილი ნინო. აი ეს რო კონდეს ბევრი სახში და სხვა. კარტოფილი სუდი არაფერია. პოსტზე რო წავუსვა. კი, მართალი ხარ, ნი. მუსიკალურად ვამზადებ ჩვენ კერძებს. გაფორმებით. უფრო გემრიელია მე მერიკო, ხო? კი, მუსიკა ხუთი არის ძალიან კარგი. ენერგიაც კარგია და უფრო კარგი ენერგიით აკეთებ და უფრო გემრიელი გამოდის საჭმელი. მიდი ბაიკო, მიდი, აბა. ეს ცოტა გაგვიყვებთ კარტოფილი, იმიტომ რომ კარგი ხანია აქცევს. ხუდის გარეშე. და ლიმონის და ყოველთვის გარეშე. მე. აია. ბოლო ფენაც, რაც დაგვრჩა, მის დატოვება არ ღირს. ეგ ღუმს. აღი, ეს ყველაზე გემრიელი ეს არის, ბოლოსკენ რო შევა, გასო. მერი, ჩამოფხიგე. ერთი კითხვა მაქვს, მერი. ხო. კარტოფილი ამდენი ხანია, ნუ რაც გადაცემა დაიწყო, დაჭრილი გვიდევ სტუდიაში. რატო არ გაგიშავდა შენ? გაშავდა ცოტა. დამავიწყა, ან ლიმონის წვენი უნდა მოასხა, ან ნუ წყალში რო და ცოტა გაშავდა, სადღაშა, ეს შავდი ეს? ღუმელში შევდოთ. ეს ღუმელში უნდა შევდოთ. არა, ღუმელში უნდა შევდო. მე ხა ინტრიგა. მაშინ ამას ვერ გაგა. არ მაქვს ღუმელი. შეიძლება. ტაფა დაახურეთ. აქ შეგვიძლია ბევრი რაღაცა ხვდება მაყურებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ არ მინდა რომ რაღაცა დაეჯახონ ის ორი რაღაც ერთმანეთს. თორე შეგვიძლია კონდარი ძალიან ხვდება. ბევრი რამე ხალხი და ასე. მე ხა ვეძებ საფანელს, იმიტომ რომ საფანელი მინდა თავზე მოვაყარო რომ მოიბრაწოს კარგად. და შევდეთ ეგრევე ღუმელში.
ოღონდ მე გავიმეოროთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი გემრიელი რამ, რომ საუსი. ნამდვილად აიტაცებს მაყურებელი, კი. კარგად ყდისავდი. ესე. ამას არ უნდა მაგდენი ხანი გას. აი მე რა სუნი გამოდის ღუმელიდან. ესეც მაშინ. აქ არავინ არ მოხვიდე. დიმიტრი. ვიჯო. აი ეგ. ეხლა ეს ღუმელი არის დაცვის ობიექტი. ეხლა გავიმეოროთ თუ რო შემოვალთ მე. რა შემოვალთ ალბათ? მაშინ ჩამები, გაიკო ჩამები. მერიკო ჩამები? სამივდივართ. უკან. სამი დავიდა. 1 2 3 რეკლამა. 1 2 3 რეკლამა.